მთელმის ხანგრძლივ სიცოცხლეში საზოგადო საქმე არ ყოფილა ჩვენში, რომ იმას მონაწილეობა არ მიეღოს. ყოველდღიურ ავსა და კარგს უყურადღებოდ არ ტოვებდა. არც ერთ სასარგებლოს საქმეს არ ერიდებოდა. ეს პატარაა, ეს გარეულია, ეს არ მეკადრება, ეს არ მოეწონებათ და სხვანი არ იცოდა. ყველგან მონაწილე იყო თუ საქმით, თუ სიტყვით და რჩევით. ზოგიერთებსავით იწროთ არ ქონდა შემოფარგლული სარბიელი. ყოველი მხრივ ეჭირა თვალყური. თუ პირად ვეღარ მიწვდებოდა, ხმას მაინც მიაწვდენდა. ამას რომ არ სჯერდებოდა, გონების თვალი უჭრიდა. მომავალშიც გადადიოდა. ამ თავითვე წარმოიდგენდა ხოლმე მომავალში რა იყო საჭირო და რაზეც უნდა გვეზრუნა. ეს დიმიტრი ყიფიანის შეფასებაა, მაგრამ ვინ აფასებს? ადამიანი, ვისაც არავისზე კარგი არ უთქვამს არასოდეს. აკაკი წერეთელი. ხო, ახლა ცოტა გაზვიადებულად ვამბობ, მაგრამ ასეთი ფართო დადებითი კონტექსტები არ ქონდა. იშვიათად ვინმესზე კარგს იტყოდა. აი როგორი მაგრამ რასაც იტყოდა, ეს არის ფანტასტიკი, ყველაზე მაგარი კარგი შეფასება, რაც კი რამეა.